გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ გიორგი ჭაუჭიძე, მასწავლებელი ვარ და ამჯერად გთავაზობთ მორიგ საუბარს განათლებისთვის, რომელიც ხორციელდება სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებად შორისი ურთიერთობათა ცენტრის მიერ და რომელსაც მხარს უჭერს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა. დღევანდელი ჩვენი საუბრის თემა არის ახალი სკოლის მოდელი, ან თუ გნებავთ ეგრეთ წოდებული ახალი სკოლის მოდელი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ერთ-ერთი საკვანძო განხილვისა და მსჯელობის თემაა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. და ჩვენ ვისაუბრებთ ნიკო სილაგაძესთან, რომელიც გახლავთ ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტი და ახალი სკოლის მოდელის კოორდინატორი. გამარჯობა კიდევ ერთხელ მოგესალმები ნიკო, მადლობა დიდი მონაწილეობისთვის, საუბრისთვის და რომ დავიწყოთ ასე ვთქვათ ჩვენი საუბარი, რომ გადავხედოთ მოსწავლეს, აი მოსწავლის თვალით, აი განზოგადებული მოსწავლის თვალით რომ შევხედოთ იმ იდეების განხორციელების შემთხვევაში, რომელიც დაგეგმილი გქონდათ და რომელზეც მუშაობდით გულისხმობ ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, როგორ იგრძნობდა მოსწავლე თავს გაკვეთილზე და როგორ გრძნობდა დაუშვათ მანამდე. რა იყო თქვენი მიზანი, ასე რომ შევხედოთ მოსწავლის თვალსაზრისით, მოსწავლის განწყობის, ემოციის ცვლილების თვალსაზრისით. და შემდეგ გავაგრძელოთ თუ რამდენად გამოვიდა, არ გამოვიდა, კონკრეტულად რას ვაკეთებდით და ასე შემდეგ. ანუ პროცესები რო აღწეროთ მოსწავლის ყოველდღიური ცხოვრების გადასახადად. რა შეიძლებოდა, ან რა უნდა შეცვლილიყო, ან რის შეცვლის პროცესი მიმდინარეობს. ამ თუთას ახალი სკოლის მოდელი არ მიმდინარეობს, მაგრამ ის პროცესები, რომელიც მაშინ დაიწყო, რეალურად გრძელდება მაინც განათლების რეფორმა. რა უნდა შეცვლილიყო ახლა სკოლაში, ყველას გვახსოვს ჩვენი გამოცდილება და ის საკლასო ოთახიც, რომელშიც სწავლას ვეწეოდით, ხო? იქ ყოველთვის ინკლუზიურობა იყო პრობლემა. რა გაგებით იყო კლასში ყოველთვის მოსწავლეები, რომლებიც 3-4 განსაკუთრებულად აქტიურობდნენ, ვიღაცები არ აქტიურობდნენ და ზოგ საგანში, ანუ ასე ვთქვათ, ყველა მოსწავლის ჩართულობა თანაბრად და ყველა მოსწავლისთვის საკლასო ოთახის ქცევა შემოქმედებით ასპარეზად იყო და არის და ალბათ იქნება გასადი პრობლემა, ამიტომაც არის განათლების რეფორმა საჭირო. ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს იყო, ხო, სასწავლო პროცესის დიზაინი, საკლასო ოთახის ყოფილიყო ისეთი, რომ ყველა მოსწავლეს მისცემოდა შესაძლებლობა. ხო ასე ხდება, რომ დაუშვათ ჟურნალი წაიკითხე, მე სამა ბავშვმა მოყვა გაკვეთილი, მე ფრონტალური კითხვები, ყველა ბავშვს ერთი და იგივე დავალება აქვს, ვინც დღეს გამოიძახეს, მე არის. რა თქმა უნდა, ეხლა ცოტა უტრირებას ვაკეთებ და სტილიზირებას, ეხლა ყოველთვის ასე არ ხდება და არის ნამდვილად კარგი გამოვლინებებიც, მაგრამ მეინსტრიმი, ტექტონიკური პლიტები რაზეც დგას, ერთი ეს უნდა შეცვლილიყო მოსწავლის ცხოვრებაში. მეორე თვითონ ეს სასწავლო პროცესი როგორც ასეთი, ხო? მეორე რის შეცვლაზეც იყო და არის აქცენტი, ეს არის ცოდნა. რა ცოდნას იძენს მოსწავლე, ხო, ახლა გაცვდა იმდენჯერ გავიმეორეთ რეფორმის ფარგლებში, მაგრამ ეს კონსტრუქტივიზმის და კეთებით სწავლების ფორმულასავით არის, ხო, ეს კონფუცის სიტყვები, რომ ითხარი და დამოვიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე და გავიღებ. ანუ კეთებით სწავლების რეჟიმი, რომ ანუ ცოდნა ქვია იმას, რა პროდუქტის შექმნაშიც თვითონ მონაწილეობ ინტერაქტიულად და ეს გასიტყვებას, მე ჩემი პროდუქტისას როგორ ვაკეთებ. ანუ შემოქმედებით საინტერესო გასიტყვებას ცოტა ანუ ჩემივე შექმნილი პროდუქტი არაფერია თავისთავად, აი შეიძლება ჩვენ ჯგუფში შევქმნათ რაღაც პროდუქტი, მაგრამ ეს თავისთავად პროდუქტს მნიშვნელობა არ აქვს, მნიშვნელობა აქვს იმას, ჩვენ როგორ აღვწერთ, რა გავაკეთეთ, ავხსნით ასე რატო გავაკეთეთ და თავის ჩვენ თავსვე შევაფასებთ იმას. გასიტყვება გავრცელებული ტერმინი, ამას სკოლის სკოლის გარემო იყო ბერპარიპლესებესაც ვიტყვი, მე სკოლის გარემოზე კარგი მაშინ ვერ ვიტყვი. კეთილი მოკლედ ჩართვას გავაკეთებ, ჩვენ ახალი სკოლის მოდელმა შემოგვიტანა ახალი სიტყვები ქართულშიც და ერთ-ერთი გახლავთ სწორედ ეს გასიტყვება, რომელიც გულისხმობს რაღაცა პროდუქციის, შემოქმედებითი პროდუქტის მოსწავლის მიერ აღწერას, წარდგენას, წარმოდგენას, როგორც აღნიშნეთ. კიდე გვაქვს სხვა სიტყვები, ამ ესენიც შემოვა თანდათან. არაოფიციალურად გაჩნდა. შეგაწყვეტინე ბოდიში, ხო, ანუ ხო, ეგ სიტყვები გაჩნდა არაოფიციალურად, ამას თავის ზოგჯერ ეს სარკაზმის საგანიც არის ხოლმე, მაგრამ თავის კარგიც ის არის, კარგიც არის ხო, ამაში, იმიტომ რომ
სოციალურ პროცესებში იბადება ახალი კონსტრუირება ხდება რაღაც ახალი მნიშვნელობები. ნუ მესამე თვითონ სასკოლო გარემოს ეხება, ხო, სასკოლო გარემო უნდა იყოს ისეთი, ეხლა ჩვენ რო შევადაროთ, ანუ იმაზე ხო ვთქვით, ცოდნას რასაც ვიძენდით, რომ შემთხვევაში ყოველთვის ეს არ იყო ის ცოდნა, რომელიც თან დასდევს მცოდნელს, ხო? და რაც შეეხება სასკოლო გარემოს, ანუ სკოლა არ უნდა იყოს რომ მოვედი წავედი ის რეჟიმში, ანუ ესეც უნდა იყოს შემოქმედებითი ასპარეზი, რომ ბავშვი უნდა გრძნობდეს თავს თვითრეალიზებულად ამ სკოლაში და როგორც სახლიდან მეორე სახლში თუ არა, ყოველ შემთხვევაში მშობლიური გარემოდან მეორე მშობლიურ გარემოში კომფორტულ მინიმუმ, ხო? აი ემოციურად და სოციალურად დაცულად უნდა გრძნობდეს თავს და ეს სკოლა უნდა იყოს მისთვის სასურველი სივრცე თავისუფალი ყოველგვარი ბულინგისგან, ჩაგვრისგან და ყველაფერი იმისგან. ნუ ეს ახლა რაც აღწერე შევატრიალოთ სარკისებურად და ეს პრობლემები არ იყო ჩვენ სკოლებში და რეფორმა ამაზეც ვისაუბრებთ ალბათ დიდი ხანია. აი ახალი სკოლის მოდელის დაწყებამდეც 2019 წლამდეც მიმდინარეობდა პროცესები, მაგრამ აი ეს ყველაფერი რაღაცნაირად მაინც ისე რჩებოდა, როგორც იყო იმ დროს, როცა მაგალითად მე და შენ ვსწავლობდით სკოლაში და ახალი სკოლის მოდელის ყველა სტრატეგიული ამოცანა იყო სწორედ აი ამ კუთხით ცვლილებების პროვოცირებაზე ორიენტირებული. აი დავიწყოთ კომპლექსური დავალება მაგალითად, ეგრეთ წოდებული მატრიცა სკოლურ ყველა ის ამაზე უფრო წვრილად ვისაუბროთ. ეს კონდეს პედაგოგიაში. დიახ, რომ შევაჯამოთ ეს საუბარი უკვე და რომ გავზომოთ უხეშად ცხადია ხო ახლა ამას პირადად შენი გადმოსახედიდან აი 5 წელი მიმდინარეობდა ამ მიმართულებით მუშაობა და რამდენად ან თუ გნებავს რამდენი პროცენტი მოსწავლეებისთვის მოხდა ეგ რაც გინდოდა მესმის რომ უხეში ვიმეორებ შეკითხვა მაგრამ რამდენად კმაყოფილი ხარ თუ გინდა ასე დავსვათ შეკითხვა როდესაც განათლების სისტემაზე, ანუ ისეთ განათლების სისტემაზე, რომელიც არ გამოირჩევა სიტყვა კმაყოფილის თქმა ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტის მხრიდან, სწორი, ნამდვილად არ იქნება. რამდენად ეს ვიკითხე. და ნახე, აი ამ კითხვას რო პასუხი გაეცეს, ხო, კარგი კითხვაა, უბრალოდ აი მესმის რომ რაღაც ისეთი კითხვაო. აი რა არის ეს უხეშობას რა ქმნის ამ შემთხვევაში? არა კორექტულით თუ გნებავ დავარსოთ, მაგრამ შენი აი უხეში რატოა ეს რო დავაზუსტოთ კითხვა აი მოდი ეს არსებითი გარემოებები ახსნათ ერთი რომ აი 5 წელია ხორციელდება ეს შეიძლება მსმენელს რომელიც ჩართული არ იყოს მოიჩვენოს რომ აი 5 წელი 2095 სკოლაში აქტიურ თავისინსტროს მთელი ფინანსები მთელი ძალისხმევა ამაზე იყო გადატანილი ასე შეიძლება და სამინისტროს პოლიტიკა თითქოს იყო აი ეს რასაც ახლა ჩვენ ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში ვლაპარაკობთ ეს ერთი და მეორე კიდე ნუ პროცენტულად ახლა რამდენი ბავშვი რასაკეთებს ეს ცოტა კვლევის საგანი ხო ნუ ასე ვერ ვიტყვით რა თქმა უნდა მაგრამ ამ შემთხვევაში ჩემთვის სწორი საკვანძო შეკითხვა ხო research question იქნებოდა რამდენად შეუწყო აი ვთქვათ კომპლექსურმა დავალებებმა ხელი აი ინკლუზიური გარემოს შექმნას რამდენად შეუწყო ცნებებზე ორიენტირებამ და კომპლექსური ტიპის დავალებებმა ზორი სხვადასხვა და რამდენად მაგას ვკითხულობ გაჩნდა მე მგონია რომ შეუწყო და მე მგონია რომ შეიქმნა ნამდვილად ის გამოცდილება რომელიც დღემდე განიხილება და რომელმაც ასე ვთქვათ ერთი ტაქტით განათლების პოლიტიკა საკლასო ოთახებში უფრო მეტად შეიყვანებოდა რომ აი მაგალითისთვის აი კომპლექსურ დავალებებზე დისკუსია ხსმენია რა თქმა უნდა და თვითონაც ყოფილხარ მონაწილე ამ პროცესში ანუ ჩემთვის ახლა ყველა უარყოფითი რაც ითქმის კომპლექსურ დავალებაზე არის ძალიან გასიამოვნებოს ასმეცი მაგრამ იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის რომ აი რასაც ვიძახით დიფერენცირებული სწავლება საკლასო ოთახში ინკლუზიური გარემო ხო ანუ ავიც ორიენტირება კომპეტენცია აი ეს ყველაფერი არის მასწავლებლები ამაზე როგორც ზოგად კონსტრუქტებზე კი არ ლაპარაკობენ არამედ როგორც კონკრეტულ სასწავლო გამოცდილებაზე და ავიც განათლების მაგაზეც მინდა ვერე ვთქვა რომ განათლების რეფორმის პრიორიტეტებია ეს რომელიც ბევრი დამიცვლება სისტემაში მაგრამ ეს არის ასე რომ ეს გამოცდილებები შეიქმნა ნამდვილად და არის ახლა შეიძლება არც კომპლექსური დავალება ახსენოს შემდეგ ვინმემ
არც კომპლექსური ბუნების დავალება, არც მატრიცა, მაგრამ თავისთავად ამან უფრო ხელშესახები გაფრთხილდება. ანუ ისე აღარ არის საქმე, რომ საკლასო ოთახში ყველაფერი მიდის ისე, როგორც მიდიოდა, საჩვენებლად 1-2 ლამაზი აქტივობის ჩვენებით და რეფორმის რიტორიკა მიდის თავისი გზით. აი, დაეჯახა ეს ორი ფენომენი ერთმანეთს, ამან ყევები გამოიწვია და მე ვფიქრობ, რომ ეს ახლა კვლევარად ჩაატარა ცენტრმა, ხო, რომლის იგიდითაც ეს შეხვედრა იმართება. ჩვენ მე ამას ვუყურებ, როგორც არა წარსულის კვლევას, იმიტომ რომ ახალი სკოლის მოდელი პროგრამულად დღეს აღარ არსებობს, არამედ როგორც მომავალი გამოცდილების შესწავლისთვის, საჭირო გამოცდილების შესწავლას, იმიტომ რომ ამ გამოცდილების შესწავლა უდევს საფუძვლად მომავალ განვითარებას. და აქედან გამომდინარე სასარგებლოც, ხო, ეს საქმეც. მე ასე გავიგე ამ პასუხიდან, რომ ასეა თუ ისე მოლოდინებმა გაამართლა და კმაყოფილი ხარ იმით, რაც განხორციელდა. და რაღაცეებით პროცესი, ბოლო პროცესი დაიძრა და ამით მაინც ხო. ვინმეს რო ეკითხა სკამბე წელს რო დღეს რა იქნებოდო? გაცილებით უფრო მეტის მოლოდინები ოპტიმისტური და როგორც პროცესის ორგანიზების, ისე ხარდაჭერის, ისე რეალიზების კუთხით, მაგრამ რა თქმა უნდა, მეორე უკიდურესობაშიც არ უნდა გადავარდეთ იქ არის. აქვე მინდა გკითხო ინკლუზიასთან დაკავშირებით. ჩვენ ინკლუზიას ამ სიტყვას ვიყენებთ ფართო გაგებით, ხო? არა მაინც და მაინც როგორც გავრცელებული ASSS მოსწავლეების მიმართებით, არამედ მთლიანად ფართო გაგებით, როგორც აღნიშნე, ფაქტობრივად შეიძლება ესეც უხეში ნათქვამია 2/3 მოსწავლეებისა ჩასართავია სასწავლო პროცესში, ხო, სინამდვილეში. და ამის წადილი იყო ზუსტად ამ პირადად რასაც ლაპარაკობთ. ერთი რამე მინდა გკითხო, ესე ჩემი მოსაზრებაა და რამდენად ეთანხმები ან არ ეთანხმები, იმიტომ რომ რამდენად გამოვა ეს აი ასეთი სურვილი ჩვენი წადილი, რომ ყველა მოსწავლე ჩაერთოს იმ კურიკულუმის ათვისებაში, რომელსაც ჩვენ ბავშვებს თავაზობთ. ასე უხეშად რომ ვთქვათ, ყველა მოსწავლე მისწავლოს 15 საგანი ყველა კლასში და ასე შემდეგ. ხომ არ ფიქრობ, ან გიფიქრია, არ ვიცი ეს რამდენად გამოვა ჩვენ სისტემაში, მაგრამ რომ ამას ყველა მოსწავლის ჩართულობას სჭირდება ძირფესვიანი რეორგანიზაცია მთლიანად ჩვენი განათლების სისტემის, მათ შორის იმასაც, რომ ყველა მოსწავლის ჩართულობა ყველაფერში კი არა, არამედ ჩართულობა ამ მოსწავლის განვითარებისთვის, მისი ინტერესების, მისი მისწრაფებების გათვალისწინებით და არა ეროვნული სასწავლო გეგმაში ჩაწერილი მიმართულებებით. ამაზე თუ გაქვს სურვილი რომ მოკლედ რომ გითხრა. რამდენად გამოვა ის, რამდენად შეიძლება გამოვიდეს აი ის კეთილშობილი მიზანი, რაც არის რომ ყველა მოსწავლე ყველაფერში უნდა განვითარდეს. ხო, ну მაგაზე ფიქრის მეტი არაფერი მიკეთებია. ესლები ახალი სკოლის მოდელიც როცა იგეგმებოდა, კითხვა იყო წამყვანი, ხო, ანუ ასე იყო საკითხი დაყენებული, რომ ეს ინკლუზიური განათლება, რა თქმა უნდა, არ ASSS მოსწავლეებისაც და მაგრამ მე თვითონ კლასის სრული ჩართულობით, ასევე ცოდნაზე მონაცემე, ცოდნაზე ორიენტირება, მე დაუშვათ მოსწავლის ჩართულობასთან და წინსვლასთან დაკავშირებით მონაცემების მოგროვება და ამის გამართვა და ამის გამოყენება კურიკულუმის განსავითარებლად და განვითარების პროცესში კიდე ტრანსფორმაციული ლიდერების გამოყვეთა და აი ეს არის თეორიული კონსტრუქტები, კარგად წასაკითხი, მაგრამ თუ არის რეალური შესაძლებლობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, გრძელი სია გამოგვივა პრობლემების, ასე ამ პრობლემების ფონზე და რეალურად აი რა პროდუქტებიც შეიქმნა ეროვნულში ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში, ხასუსმემ რომლებიც სავალდებულო არასოდეს არ ყოფილა, ხო, ეს იყო სწორედაც აი კომპლექსური დავალება ერთ-ერთი იყო მეთოდი, ხო, ეს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოთხოვნა მეთოდზე არ იყო. აი კომპლექსური დავალება როგორც მეთოდი, სწორედ პასუხი არის ამ კითხვაზე, რომ აი მე რო ვარ მასწავლებელი, ვთქვათ ისტორიის ერთ-ერთ საჯარო ჩვეულებრივ სკოლაში, თუ აი ამ გზით წავიყვან სასწავლო პროცესს, სასწავლო წელს დავყოფ, ვთქვათ 6-7 კომპლექსურ დავალებად, შემდეგ იმ კომპლექსურ დავალებებში პროდუქტის იდეას ჩამოვაყალიბებ, ხო, ვთქვათ რაღაც ოპოზიციონერი, მეფის ოპოზიციონერი, დიდებულის თვალი
თვალით მოყევი იგივე ამბავი. ხო, ანუ გაკვეთილად მოსაყოლის კი არ მექნება, უშუალოდ რა მოხდა თამარ მეფის დროს, არამედ უფრო შემოქმედებითად გააზრებული ამისი. ანუ და შემდეგ თუ ყველა ბავშვისგან იქნება, შეიძლება ყველა არ გააკეთოს, მაგრამ ამ ცდელობა ეს იმის ნიშნავს, რომ მე როგორც მასწავლებელს მაქვს რაღაცა ჩემი დიალოგი ყველასთან. აი სწორედ მე ვთვლი და ახლა რა ვიცი, ამაზე შეიძლება ჰიპეროპტიმიზმში დამადანაშაულოს, მაგრამ მე დღემდე ვჩები ასდათ, რომ აი კომპლექსური დავალება როგორც მეთოდი, რომლის ზუსტი ანალოგიაც ეს არის პროექტული სწავლება, კეთებით სწავლება განზოგადებულად რა ვთქვათ, მაგრამ ამის ზუსტი ანალოგია არსად არ არის. ეს არის სწორედ ქართულ საკლასო ოთახში აქ არსებული შესაძლებლობებით ყველაფრის გათვალისწინებით ამის განხორციელების შესაძლებლობა. ნუ ალბათ დღევანდელი გადაცემის ფორმატი არ გვიყოფა, მაგრამ დიდი სიამოვნებით მივიღებდით მონაწილეობას დისკუსიაში, რა გამოვა და რაც თავარია ეს ჩარჩოა, მაგრამ ეს კიდე ერთხელ რა ვთქვა, შეიძლება ახლა მის შენი კითხვები აქეთ არ მიდის, მაგრამ იმდენი ბრალდება იყო მაგ კუთხით კომპლექსური დავალება როგორც მეთოდი, როგორც მეთოდი არასოდეს სავალდებულო არ ყოფილა. აქ იყო რა გაჩვენებთ, აი ესეთით შეიძლება, იმიტომ რომ ეგ კითხვა ხშირად დაისმოდა რა ჩვენ თქვი, რომ აბა გვაჩვენეთ დაახლოებით როგორ შეიძლება გაკეთდეს. ხო და ნუ იგივე ითქმის იმაზე კომპლექსური ბუნების დავალებებზე ამ რაზგულობ, რაც უკვე მართლა სავალდებულო რაც იყო ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია, რომ დავალებები, რომელიც მოსწავლის ცოდნას ზომავს, უნდა იყოს სამივე კატეგორიაზე, დეკლარატიულზე, პროცედურულზე, პირობისეულზე და უნდა იყოს მოსწავლის პერფორმანსი. ანუ შუალედური მიზანი უნდა იყოს მოსწავლის პერფორმანსი და არა მასწავლებელმა თქვა რაღაცა, ხო? და ამ კუთხით იგეგმება. ესეც, აი, რამდენიმე საგანიო, ვთქვით, ხო, ბევრი საგანი ისწავლება ტრადიციულად ჩვენ სკოლაში. ხო, ნუ უფრო ნაკლებით შეიძლება, მაგრამ ნუ განათლების რეფორმა ყოველთვის ერთგვარი კონტრაქტია, ხო, საზოგადოებასა და ექსპერტულ წრეებს და პოლიტიკოსებს შორის და არის შეკვეთა. ეგ კონტრაქტი არის შემდგარი. აი, ეგ მაინტერესებს სხვათა შორის. კარგი სიტყვა, რომ კონტრაქტი საზოგადოება რაღაც ისეთი ხომ არ არის უპირო სახე რა. კონკრეტული მოსწავლეების, კონკრეტულ მშობლებსა და ვიღაც ცოდნით აღჭურვილ ექსპერტებს შორის. და ეს კონტრაქტი მაინტერესებს სწორედ ეს მართლა კონტრაქტია თუ ვიღაც ექსპერტების მიერ გადაწყვეტილი ესე იგი შეთავაზება, უალტერნატივა შეთავაზება. ხო, ნუ მადლობა ამ კითხვისთვის, მართლა კონტრაქტია, ყოველ შემთხვევაში ჩვენ რაც აი ადამიანების სახელით ახლა ვისახელითაც მე ვსაუბრობ, ისინი ამ კონტრაქტის ძიებაში იყვნენ ყოველთვის და არიან გეტყვით რას გულისხმობს ეს კონტრაქტი, რომ ანუ არასოდეს ხშირი იყო ბრალდებები მაგალითად, ახალი სკოლის მოდელზე მეტად ეს შეკითხვა ეროვნულ სასწავლო გეგმას ეხება პრინციპში, იმიტომ რომ ახალი სკოლის მოდელი მიზანი არასოდეს არ ყოფილა, ეს ყოველთვის იყო სტრატეგიული ამოცანების რეალიზების გზების ჩვენება და რაღაც პედაგოგიკური სტელობანი და ეგ უკითხვა უფრო ეროვნულ სასწავლო გეგმას ეხება. ანუ რო აიღებს ეროვნულ სასწავლო გეგმას ადამიანი არც ერთი მშობელი არ იტყვის დარწმუნებული ვარ, ნუ ჩემს შვილს ეს არ უნდა ასწავლო. ხო, ანუ შეიძლება ვინმე თქვას, რომ მე მინდა ესეც ასწავლო და რაღაც დამატებითი შემოგთავაზოს, მაგრამ ბაქასე ვერ მიაღწევ კონცესს, მაგრამ ის რაც წერია, არ მინდა ეს ჩემი შვილისთვის, ანუ ეს არასოდეს არ ყოფილა არც ლიბერალური, არც სოციალისტური, არც ერთი გადასახედიდან დაწერილი. მშობლისთვის გიკითხავთ ეგ. იმედი რა ვიკეთებია. და ყველას აქვს დაუშვათ, აი ძალიან გავრცელებულად რო ვთქვათ, რომ აი საგნები რომლებიც ისწავლება, ხო, რაც ექსპერტულ წრეებში ხშირად იწვევს ეს კითხვას, ხო, ეს პროგრესივიზმის გამო, რომ თითქოს ცოტა საგანი მშობლები ასე ნაკლებად უყურებენ ამ საკითხს, რომ ჩემს არ მინდა ჩემმა შვილმა ქიმია ისწავლოს, არ მინდა ჩემმა შვილმა ისტორია ისწავლოს, ეგეთი რამ არ ხდება. კი ბატონო, შეიძლება ვინმე თქვას, რომ დაუშვათ სხვანაირად მინდა ეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დაკვეთა, რომ ჩვენი სისტემა უფრო კონსერვატორულია. მოდი რომ დავეთანხმოთ ამ. თუმცა ერთ სიტყვია ის შეიძლება ეგ ახალ აზრს დაიწყო. არა, ხო, ახალ ანუ ის მიუხედავად ამ საგნობრივი დაკვეთისა, ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმა არის competency based მიდგომა subject based body-ში ამ ინგლისური ჟანგონისთვის ეგ ტერმინების დონეზე. ანუ საგნებით გაჯერებულ სისტემაში კომპეტენციებზე ორიენტირებული მიდგომა, იმიტომ რომ იქ ის საგნობრივი ცნებები აღწერს, რაც ნიშნავს ხარისხიანი განათლება და შესაბამისად თითქოს ეს ორი რაღაცა, რაც ამეცნიერულ ლიტერატურაში ხშირად დაპირისპირებულია, ჩვენთან სწორედ საზოგადოების დაკვეთის გამო გამოდის რეალიზება. ხო, აი რომ დავიჯეროთ, რომ მართლაც ყველა მშობელი თანხმდება ამ კონტრაქტს, რომელიც შეთავაზებულია. რამდენად ჩემს არ არის ეს დამაჯერებელი მართალი რომ გითხრა, იმიტომ რომ
ჩვენ არ გვქონია იმის გამოცდილება, რომ ვინმე სხვა პირობები შეეთავაზებინა ამ მშობლებისთვის. აი რომ წარმოვიდგინოთ, რომ არსებობს ერთი შეთავაზება და ეს ასეა ჩვენთან ტოტალურად ასე ჩვენს ქვეყანაში ეროვნული სასწავლო გეგმა. მიუხედავად იმისა, საჯაროა სკოლა, კერძოა, ხო? ეს ეხება ყველას და მეტი შეთავაზება, ანუ მშობელს რეალურად არჩევანი არც არასდროს გაუკეთებია და ვიღაც მცოდნე ადამიანების ექსპერტების ასე ვთქვათ, განმანათლებლების თუგნებავს რაღაც რეცეპტს რომ თავაზობენ, ცხადია იმას არც უჩნდება შეიძლება იმის დაშვება, რომ შეიძლება მე ჩემი შვილი უფრო სხვა გარემოში, უფრო კომფორტულ, უფრო ბედნიერ და ასე შემდეგ გარემოში განვავითარო, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ამის გამოცდილება არ გვაქვს. ოღონდ აი ბანდაც ხა არ გაწყვეტინებ, აი ზუსტად იმაზრს გავაგრძელებ რა ჩვენ თქვი. აი მიმართებები მანდაც დასაზუსტებელია, ხო? ექსპერტებიც რაღაც დროიდან შემოდიან, ხო, ამ პროცესებში ხა ჩემზე მეტი გამოცდილებისა და იმით ყველას ბევრი სახელი თვითონ როგორ მოდის საბჭოთა კავშირის დროიდან არსებობს, ხო, საქართველოს სკოლა მე დამოუკიდებლობის წრეშიც ინერციით გააგრძელა ეს იყო მოცემულობა რომ ისწავლება ბევრი საგანი და ისე და ხო და ანუ ამ შემთხვევაში სწორედაც გათვალისწინება იმაში გასაგებია ხა უფრო ფართო არჩევანი რო იყოს და განათლების მიმართულებით მეტი სერვისები და ცოდნა რო იყოს შეთავაზებული შეიძლება უფრო მეტი მოთხოვნის სპეციფიკაც ასახულიყო თუმცა კერძო სკოლების იდეა ამ შემთხვევაში გარკვეულწილად ამას ეხმიანება მაგრამ თვითონ ცვლილებები რო ხდება ძალიან დინამიურად მდორედ და ასე ვთქვათ ყველა ბევრი რამის გათვალისწინებით ამაშია სწორედ გათვალისწინება ხო აი დაუშვათ მე და შენ მოგწონს რომ არ ვიცი ხა ამ საკითხზე შენი აზრი და მე ჩემასაც არ ვაფიქსირებ მაგრამ გვინდა რომ დაუშვათ ძალიან ცოტა საგანი ისწავლებოდეს სკოლაში ხო და ვთვლით რომ იყო ასეთი შემთხვევებიც ხო რაღაც ისტორია და გეოგრაფია ასე გაერთიანეს უცებ რამან ძალიან ცუდი შედეგები გამოიღო ხმაურის თვალსაზრისით ანუ ეს ძალიან თუნდაც მოგწონდეს და ყველა ექსპერტული პარამეტრი დაასაბუთო ეგეთი რაღაცა აი სწორედ ამას რო ვერ გააკეთებ და არ გააკეთებ ვიღაცების განწყობების გამო, ხო? ანუ ეს ამას უძახი გათვალისწინება სწორი გასაგებია, რომ უფრო მეტი მშობელთა განათლების კუთხითაც, ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხითაც ეს რო ძლიერი მხარე არ არის ჩვენი რეფორმის. ეს არის. იგივე ის ექსპერტის და მინისტრიც და რა ვიცი, თავის გეგმებს ყოველთვის ატარებს აი ამ იმაში, რომ აი ისი არ თქვას ვინმემ, რომ არა ჩემი შვილისთვის ეს სკოლა არ არის პოლიტიკური ასპარეზი, ხო ეს არის. ერთ-ერთი სივრცე, სადაც ყველა ჩვენგანის შვილები სწავლობენ და ისწავლობენ მეტნაკლებად იმას, რაც გვინდა. ხო, თუმცა პოლიტიკური ასპარეზიც კი ან პოლიტიკური მაჩვენებლებიც ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ძალიან კარგად ჩანს სკოლაშიც და ერთ-ერთი კერა არის, სადაც აი დაკვირვებული ადამიანი კარგად მიხვდება, თუნდაც მაგ მხარესაც ჩვენს საზოგადოებაში. სოციოლოგი ამოიცნობს ყველაფერს. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით. მომეწონა მე რომ აი საბჭოთა განათლების გაგრძელებას რომ ასე როგორც ასე უყურებ ამ ჩვენს სკოლას სინამდვილეში მეც უფრო მეცაც ვიტყოდი რომ ეს არსობრივად საბჭოთა სკოლაა ჩვენი სკოლა ის რომ ლენინის სურათები აღარ გვაქვს და ეს შინაარსი ამოგლეჯილია იქ მაშინდელი ხო არსობრივად იგივე ბევრი მიმართულებით იგივე არის დარჩენილი და ერთი რამე მინდა ეს არის სწორედ განათლების რეფორმის იდეა ხო ეს უნდა მომთავრებელთა კითხვაზე ლაპარაკი რომ აი რეფორმის იდეა რა არის რომ არსობრივად კი არა წარმოშობით აქედან მოდის ეს სკოლა თავისი ეს არის ნაწილი სოციუმის ხო თავის წარმოდგენებით აღქმებით და რეფორმის ამოცანა იმაში რომ საბჭოთა სკოლა ხო არ იყო ყველა მოსწავლეზე ორიენტირებული ის რაღაც ტოპ ხუთეულებს ზრდიდა ხო რაღაც საგნებში რომლებიც აკადემიებს ავსებდნენ მაგრამ უმეტესობები მაგრამ ხო არ იყო ინკლუზიურობაზე დამოკიდებული დღევანდელ ბავშვებს ეს ყველა შეთანხმდება რომ ჭირდება ჩართულობა და ცოდნა და ის აი რაღაცნაირად ამოცანა რეფორმის ის არის რომ აი ამ მემკვიდრეობის გათვალისწინებით შეიქმნას რაღაც სრულიად სასურველი დღევანდელობაში თუმცა ჩვენ გვაქვს უკეთესი ფესვები იგივე გოგებაშვილის სკოლა მე გულისხმობ ამ შემთხვევაში წერა-კითხვის გამომცემელი საზოგადოებების სკოლები რომლებიც იყო მართლაც აი მოვლენა ყველა მხრივ ყველა მიმართულებით
საქართველოს ისტორიაში თუ გნებავთ და სამწუხაროდ იმ ბოლშევიკურმა გადაჭეხვა მერე გამოიწვია კი არა და დაგვავიწყა ფაქტობრივად წარმოედგინე რომ ჩვენ იმ გამოცდილების გაგრძელების საშუალება გვქონოდა 100 წლის განმავლობაში ხვდები მართლა სად ვიქნებოდით ან რა ვიცი სკოლით თუ და ასე შემდეგ ხო რომელიც მართლა სულ სხვა გამოცდილება იყო მართლა არჩევანზე დარწმუნებაზე მოსავლეზე მართლა ორიენტირებული და ასე შემდეგ შორს რომ არ წავიდეთ ისიც რომ იმ პერიოდში როცა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იყო მსოფლიოში ძალიან ცოტა იყო კი არა თითქმის არ იყო სკოლები აი ეს ასეთი კუნძულების სახით რომელიც ესეც ის კარგი მეთოდოლოგია რომელიც კონსტრუქტივიზმს გავს ძალიან ხო რაც ის იყო ნაცნობიდან უცნობამდე სწავლა გამპირობებული იყო რომ ეს ცარიზმის გიმნაზიის წინააღმდეგი მიმართული და ოპოზიციის ის არის თორე ტიპურად სად ვიქნებოდით რა ვიცი თუ რევოლუცია რომ მოხდა რუსეთში 30-იან წლებამდე წაკითხული მაქვს რომ ძალიან საინტერესო პედაგოგიკური ცდელობები ნამდვილად იყო კამბექი არ მოხდა მერე და არ მივიღეთ ის ხო და ეგ ძალიან საინტერესოა ხშირად დანაშაულებდნენ ახალი სკოლის მოდელს რომელი ქვეყნის მოდელია ჯერ სიტყვა მოდელი როა ეს თვითონ სკოლიდან წამოსულ მოდელს გულისხმობს ეგ კიდე სხვა საქმეა და რა მოდელი ხარ სახალხო ეროვნული მოდელია საბჭოთა კავშირი და ვივიწყებთ იმას ხო რა თქმა უნდა ეს მომენტი არის კეთილი გადავიდეთ მოსავლის შედეგებზე სასწავლო შედეგებზე ჩვენ პრინციპში ამით დავიწყეთ საუბარი მოსავლის ემოციაზე მის მდგომარეობაზე ამ პროცესში ხო მთლიანად ახლა უკვე აკადემიური შედეგებიც რომ განვიხილოთ მანამდე მე მინდა ჩემი დამოკიდებულებაც თქვა მე გახდით ასევე ახალი სკოლის მოდელის ერთ-ერთი ასე ვთქვათ წაფავი ექსპერტი თუ კოუჩი ასე ვთქვათ და მე მახსოვს ის პერიოდი როდესაც აი დიდი ინტერესითა და რაღაცა მართლა რა ვიცი მთელი ჩართულობით ვიყავი ამ პროცესში ჩართული იმიტომ რომ ის იდეები რომელზეც ახლა გველაპარაკები და რომელზეც მაშინაც გველაპარაკებოდით ხო ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო და რაღაცნაირად მიმზიდველი ხო პირდაპირ რომ თქვა და ბევრი რამე ჩემი განვითარებისთვის მე მაშინ ასე ვთქვათ გავიგე და გამოვცადე და ასე შემდეგ ხო თუმცა მაშინაც მქონდა გარკვეული დამეთანხმები რაღაც შეხედულებები ჩემი რაღაც შენიშვნები და რომელიც არსებობს საზოგადოებაში მე მგონი ყველას გვაქვს ვინც ჩართული ამ პროცესში ესე იგი გადავიდეთ აი ამ მიმართულებით აი რა დაინახეთ ამ 5 წლის განმავლობაში მოსავლეთა სასწავლო შედეგების მიმართულებით ხო რა საკეთებდით რა გამოვიდა და ასე შემდეგ ხო, აქაც ანუ დაზუსტება ხო გავაკეთეთ წევან, რომ ანუ ლაპარაკობთ ინკლუზიურობაზე და ჩართულობაზე იმ გაგებით, რომ იმას კი იმ შემთხვევაშიც, როცა ეთნიკურ უმცირესობებზე და სოციალურ პრობლემებზე კი არა, ერთი გამორჩეული რო არ არის ასეთი პრობლემებით, იმ საკლასო ოთახშიც არის პრობლემები შედეგებით, იმას ჩართულობასთან მიმართებით. აი ასეთივე წანამძღვარი რო გავუკეთოთ შედეგებზე ლაპარაკს, ანუ ამ შემთხვევაში შედეგებზე ლაპარაკში არ გულისხმობ მე არ გულისხმობთ ჩვენ იმდენად აი A პუნქტიდან B მთელი საქართველოს მასშტაბით შედეგების ეროვნული შეფასების კომპონენტს არ გულისხმობ. იყო თუმცა ახალი სკოლის მოდელის განვითარების პროცესში ლაპარაკი ამ ეროვნული შეფასების გაძლიერებაზე და დღესაც მიმდინარეობს ამ კუთხით მუშაობა, მაგრამ სხვა რაკურსით ვამბობ შედეგებზე. ანუ აქ კითხვა დაისმის, რომ რამდენად არის სკოლა უნარიანი იმისთვის, რომ მოსწავლეების შედეგების მიმართ პროგრესი უზრუნველყოს და თვითონ აღწეროს. ანუ აი ჩვენ ურნით კიდევ სხვები თუ მუშაობთ სკოლაში, რამდენად შეგვწევს ჩვენ უნარი იმისა, რომ ჯერ ერთი დავინახოთ რა შედეგები გვაქვს და მეორე რაღაცეები დავგეგმოთ კურიკულუმის დონეზე ამ შედეგების გასაუმჯობესებლად. აი ამ მექანიზმ უნარზეა ლაპარაკი, თორე პრეტენზია რომ ახლა პიზაში და ტიმსში რაღაცა 5 პუნქტი გაუმჯობესდება, ამაზე არ არის. ხო და ნუ ტრადიციული სახე აქაც რო აღწეროთ ჩვენი სკოლის, რა თქმა უნდა, საწყენად არავინ არ მიიღებს სკოლას წარმოვადგენთ ჩვენ ყველანი ჩვენ თავზე ლაპარაკობთ, ხო? ამ კუთხით აი ავტორიზაციის პროცესიც აჩვენებს ამ პრობლემას, რომ აი როცა მიყოლ და კითხავ სკოლაში, რომ აი შარშან წინ უკეთესი სწავლა იყო თუ წელს, ხო? ანუ პასუხი არის წელს ჯობია, ან შარშან ჯობია და ნუ რო დაფიქრდე კითხვები ჩახვალ მე კითხვებში რა იწვევს ამას უკეთეს
შემთხვევაში პასუხი არის, რომ ეროვნულ გამოცდებში უფრო მეტი წარმატებული აბიტურიენტი გვყავს. ან კიდევ თლად ასეც არ არის, ანუ იქ არის შემაჯამებლების ანალიზისა და მონაცემების მოგროვების სისტემები, მაგრამ აი პრობლემად რჩება კვლავ, რამდენად ხედავს სკოლა ერთი კლასის და ერთი მასწავლებლის დონეზე კი არა, ერთი კათედრის დონეზე. ანუ მთლიან სურათს, რომ აი ჩვენ როგორც სკოლა, არა როგორც შენობა სკოლა, არამედ როგორც გუნდის სკოლა, რამდენად წინ მივდივართ მოსწავლეთა პროგრესის მიმართულებით. ეს იყო და ხო აი ამ კუთხით ტექტონიკური რყევების განხორციელება ასევე იყო ახალი სკოლის მოდელის სამიზნე და აი ის ტერმინები, რაც ასოცირდება მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, ის სამიზნე ცნებები მაგალითად, ხო, კომპლექსური ტიპის დავალებები. აქაც გავასწავლოთ, ხო, კომპლექსურ დავალებაზე როგორც მეთოდზე კი არ ვლაპარაკობ, არამედ როგორც დავალებათა ტიპებზე, რომელიც რაღაცის პრაქტიკაში გამოყენებას გულისხმობს. ხო, აი მაგალითად, აი ასეთ დავალება იყო ხოლმე მახსოვს ფიზიკა, ბევრი დავალებები იყო, მაგრამ მე ვიყენებდი ხოლმე ამ მაგალითს, ანუ აი ფიზიკაში დაუშვათ თბოგამტარობას თუ ასწავლით და მონათესავე საკითხებს მისას, გაკვეთილი მომიყევი კი არ არის პროდუქტი, არამედ შეიძლება ბავშვს უთხრათ, რომ აი ესკიმოსები იგლუს როცა აშენებენ ყინულის სახლს, იქ 20 გრადუსის სითბო ყოველთვის ნარჩუნდება, გარეთ 45 გრადუსის წინ. აი ამიხსენი, ან რჩევები ჩამოაყალიბე იგლუს მშენებლისთვის, რა უნდა გააკეთონ მათ, რომ ანუ ამ შემთხვევაში ასე მოყოლილი გაკვეთილი დავარქვათ თუ გინდა, ხო, ამ ფორმით წარმოჩენილი ცოდნა უკვე სხვა ცოდნაა, ხო, და განსხვავდება ამ სკოლაში, რაც ჩვენ გვიქნია, ხო, მოყევი და იქ შუაში დაგავიწყდა ვიღაცა მხოლოდ დეკლარატიულობაზე აქცენტისგან, ხო, იგივე თქვა და ისტორიაში მაგალითი რო ვთქვით, ხო, ერთი საქმეა, რომ ერეკლე მეფეზე მოყვე და მეორე საქმეა, რომ დავალება კონდოს, რომ დივანბეგად წარმოიდგინე თავი და გეორგიევსკის ტრაქტატთან დაკავშირებით შენი რჩევები ჩამოაყალიბე, ან კიდევ ერეკლეს წინააღმდეგ განწყობილი მისივე ეპოქის სხვა პერსონაჟის პირით მოყევი მისი მეთფობის შესახებ, ხო, ანუ ამ შემთხვევაში ეს უბრალოდ თამაში და ხალისი კი არ არის. ბოდიში ნიკო არ არის ერეკლე მეორის წინააღმდეგ განწყობილი. არავის წინააღმდეგ არ ვარ განწყობილი, განათლების რეფორმა არავის წინააღმდეგ არ უნდა იყოს. ეს ბოდიში ყოველთვის უნდა იყოს ბავშვებისთვის. ამიტომ ყოველთვის ძალიან ტოლერანტული ვარ ყველას კრიტიკის მიმართ, იმიტომ რომ არ შეიძლება რეფორმა იყოს წინააღმდეგ. მით უმეტეს ერეკლემებს. ხო, ანუ რაც შეეხება იმას, ხო, პლუს შედეგებს ამ კუთხით. ანუ ამოცანა რა იყო, რომ ამ ტიპის დავალებებით გაჯერება სკოლის, რომ ნუ მან აი მატრიცის იდეა შემოდის, ხო, ანუ კომპლექსურ დავალებაზე ერთ-ერთ საკვანძო სიტყვაზე ვთქვით, ხო, მეორე არის მატრიცა. ეს მატრიცაც კომპლექსური ორი მნიშვნელობით გამოიყენებოდა სკოლებში. ამის ზუსტ გამიჯვნას ვერ ვეღირსა, იმიტომ რომ სულ იყო ხოლმე დისკრედიტაცია პროცესის. ერთი იყო აი ეს სახელმძღვანელოებშიც რაცდევს კიდე აი სკულშიც და აიტომ ძალიან ბევრი ასე ჩვეულებრივი თემატური გეგმები, რომელიც მასწავლებლების დასაწერი და საერთოდ არ არის. ეს იყო სამინისტროს მიერ ან სამინისტროს პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით შექმნილი დავალებათა ტიპები, თავისი სარეკომენდაციო რესურსებით, რომელიც მიწოდებულია და წაიკითხეს. მეორე იყო თემატური მატრიცა, რომ ის რომელიც თავიდან არც იწერებოდა, ეს იყო რაღაც იდეა, ვთქვათ, იმ დავალებების რაც წერდა, ვთქვი და აი შენი მონაცემები ჩაინიშნე იქ, ხო, ჩართულობასთან დაკავშირებით, აი რა გამოგივიდა, რა მიმუშავა, როგორი იყო, აი განმავითარებელი შეფასება თუ გავაფართოვებთ კი არა, ამ ასეც უნდა შევხმაროთ, მასწავლებლის თვითრეფლექსიასაც თუ გულისხმობს ეს და არა მხოლოდ მოსწავლის კომენტარს ან მოსწავლის მიერ თვითშეფასებას, ანუ ამ გაგებით, აი ასეთი რაღაცისთვის უნდა იქნას ეს გამოყენებული. ნუ ეს იყო მცდელობები, აი ამ შედეგების გაუმჯობესების კუთხით და ნუ შეკითხვის იდეა რაც იყო, ხო, აი აქ ძლიერი და სუსტი მხარეები რა დავინახოთ, რა ვიცი, ხა შეიძლება კვლევებიც საწავეკითხე ბოლოს, მასშტაბური კვლევებით ჩატარდა ამ კუთხით, ჩვენ კიდე შიდა კვლევებით სულ უყურებთ. მე ასეთი განცდა მრჩება, რომ აი იმ ნაწილში რომ ასეთი ტიპის დავალებები შემოვიდა და ცოდნის საზომად გამოყენებული იქნა, ეს ძლიერი მხარეა და რა თქმა უნდა უკეთესი აქაც შეიძლება, მაგრამ ყველა საგანში უკვე ძალიან შემოსულია. ეს ხასუსმევ რომ კომპლექსურ დავალებაზე იმ გაგებ მეთოდზე არ ვლაპარაკობ, ეხლა ვლაპარაკობ დავალების ტიპზე, როგორც რაც სავალდებულო ფენომენია ეროვნული სასწავლო გეგმით. და აი რაც შეეხება მონაცემების მართვას ამ ტიპის დავალებებზე დაფუძნებით, თქვა ჩვენ კათედრაზე შევიკრიბეთ და ეს დავალებები გამოვიყენეთ
მოსწავლეთა მიღწევების აღსაწერად, შესაძლებლად სადიაგნოსტიკო ტესტებისთვის ამით ჯერ ჩვენი კათედრის საგნის პროფილი შევქმენით, ეს მაინც სუსტ მხარეთ რჩება, ანუ რაღაცნაირად სკოლაში ჯერ კიდევ არის ინტერვენციები საჭირო იმისთვის, რომ აი ეს გამოცდილება გამთლიანდეს და სკოლის განვითარების საფუძვლად იქცეს, რითაც მე მგონი უკვე სკოლის ლიდერობის თემაზეც გადავდივართ და მონათესავ, ანუ კურიკულუმი თვითონ სიტყვა სკოლის განვითარებას უფრო ეკუთვნის თუ სკოლის იმას სასწავლო პრაქტიკას, ორივეს შეიძლება ითქვას. კი ბატონო. ეთილი, აქ სანამ გადავაგდ და გავაგრძელებთ ასე ვთქვათ, უფრო სკოლის განვითარებისკენ მინდა ცნებებთან დაკავშირებით შეგეკითხო. მე მაშინაც ასეთი შეგრძნება მქონდა სამიზნე ცნებებს გულისხმობ. სამიზნე ცნებები ფაქტია, რომ როდესაც დაიწყო მუშაობა ამ მიმართულებით, არ იყო ეს მყარად ჩამოყალიბებული, თქვათ, რაოდენობის თვალსაზრისით ან დასახელების თვალსაზრისით. ანუ საგანში პირობითად რომელიმე საგანში, რომელიმე კლასში რამდენი ცნება უნდა ყოფილიყო და რა უნდა ყოფილიყო ეს ცნებები, არ იყო ეს თავიდანვე ცხადი და გაცხადებული. ანუ რისი თქმა მინდა, რომ ეს რაღაც ისეთი რამე კი არ არის და ეს მესმის, რომ აი მაგალითად ფიზიკაში მეშვიდე კლასში 7 რაღაცა და ხო და რაღაც და მეტი არ შეიძლება. ხო სიზუსტე რომ უყვარს რაღაცა მეცნიერება. ნუ გასაგები ეს რომ თანდათან განიცადა მოდიფიცირება. უბრალოდ ამაზე მინდა შეგეკითხო. რამდენად ეს არის ან იყო მყარად განსაზღვრული თუ რა უნდა ყოფილიყო ცნება ზოგადად, აი ანუ უზოგადესი რაღაც დებულება, რომელიც თქვათ მათემატიკოსსაც და უშუალოდ გეოგრაფსაც და ხელოვნების ექსპერტსაც უბიძგებდა რაღაცა მსგავსი გადაწყვეტილებისკენ, რომ რაღაც შინაარსში რაღაც ცნება გამოეკრისტალებინა. მე ასეთი განცდა მქონდა, რომ სხვადასხვა საგნის მიმართულებით, ანუ პირდაპირ რომ თქვათ ერთ საგანში რაღაც სხვა პრინციპით და სხვა არ ვიცი, სხვა ინსტრუქციით თუ გნებავს იყო შერჩეული ეს ცნებები, სხვა საგანში სხვა რამით და ერთ საგანში მაგალითად მუსიკაში როგორც მახსოვს, ცნება საერთოდ არ არსებობს, რომ მხოლოდ ერთი ცნებაა ასეთი. მე მგონი ასეთი გადაწყვეტილებაა დღემდე. ხო და აი ამაზე რომ გითხრა ცოტა მეტი. დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის. ეს არის თავის ბონუსები მოინახება ჩართულობაზე ლაპარაკსაც, რაც თქვით და შედეგებზე ორიენტირება, მაგრამ აი ამ ცნებების იდეა ერთ-ერთი მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ხარია, კითხეთ რატომაც. ხო, დავიწყოთ ისე აღნიშნით, რომ მართალია, ასე წამოვთ, როცა დაიწყო ხალის სკოლის მოდელი, ეს უმჯობესი იყო, ასე დაწყებულიყო, რა თქმა უნდა, რომ ყველა საგანში უნიფიცირებულ სტილში, ყველა გამჭვირვალე, ყველა არის საფწლიური არ არის, საფეხურის ცნებები მოწოდებული, ხო? მაგრამ რეალურად ახალი სკოლის მოდელს შევხედავთ, აი ახალი სკოლის მოდელს ჩვენ ყოველთვის უყურებდით როგორც შესაძლებლობას ამ ცნებების გამოკვეთის, დაჯგუფების, ერთი მხრივ აკადემიურ წრეებთან, მეორე მხრივ მასწავლებლებთან თანამშრომლობის და ამ პროექტის აი ეს პრობლემები დღეს ნამდვილად აღარ არის. ანუ იმ ეტაპზე როცა უკვე ახალი სკოლის მოდელი შეჩერებული იყო და შენელებული, ხო, ასე ვთქვათ, ერთი წლის წინ გაჩერდა, ხო, ეს პროცესები ესე ხაზგასმით, ანუ აქ უკვე აღარ არის ეს პრობლემა, აი მე გავიცი დიდი სიამოვნებით დისკუსიაშიც მივიღებდი ყველგან მონაწილეობას. ეხლა ცნებები ნამდვილად ყველგან არის ერთი და იგივე იყო, იქ 1000 კამათი იყო ამ თემაზე მახსოვს, აი რომ გავიხსენოთ, იყო საგნის სპეციფიკაზე ბევრი კამათი მაგალითად, რომ ჩემი საგნის სპეციფიკას არ ერგება ეს ცნება. მე საფეხურის ცნება არ მაწყობს წლიური მირჩევნია. ზოგით იერარქია უნდა იყოს თუ არ იყოს, იყო მცდელობა მეტაკოგნიტური კატეგორიები გადიოდა ხოლმე ცნებებად და ეს იყო ძალიან დიდი დისკუსია, რომლითაც ძალიან ბევრი შევიძინეთ ეროვნულ სასწავლო გეგმის დეპარტამენტში ვართ, მაგრამ ეხლა არის ძალიან კარგი იერარქია ამ ცნებების მოცემული. ყველა საერთოდ აი მაგ კითხვასაც უპასუხებ, მაგრამ აი რა არის ეს, ხო? ან ნახეთ, საერთოდ ეს ცნებები როგორც ერთ-ერთი გზა ისე გამოყავთ ხოლმე ასე ალაპარაკი, მაგრამ სინამდვილეში ან საკითხებით ასწავლი, ან გამოკვეთ უფრო დიდ ცნებებს. ანუ ყველა რევოლუციას ასწავლი ერთად რაც მომხდარა, ან რევოლუცია გამოგაქვს ცნებად და იმ ცნებას ორიენტირებას და მის არსობრივ მახასიათებლებს ესწრაფვი, ხო?
ხო და აი ესეთი დღეს შექმნილია ახალი სკოლის მოდელის შედეგი არის ის რომ შექმნილია ძალიან კარგი გამოცდილება ამ კუთხით რომელსაც რა ვიცი ყველა რეფორმის შემდგომი განვითარების პროცესში თუ ეს მიმართულება იქნება გათვალისწინებული მე ვფიქრობ რომ განმავითარებელი შეფასების კუთხითაც მონაცემების მართვის კუთხით ეს ცნებები რაც ჩვენ გვაქვს განსხვავებით თქვათ IB-სგან და ან სხვა პროგრამებისგან ორმაგ ბუნებას ატარებს ხო იქ ცნებები ხშირად არის საგანთაშორის გამაერთიანებელი როგორც აღნიშნეთ ჩვენს ცნებებს ეროვნულ სასწავლო გეგმაში გარდა მაგ ფუნქციისა აქვს საგნის შიდა გამომთლიანებლის ფუნქციაც რომ აი საკუთრივ ისტორიის სწავლა რას ნიშნავს იცი ისტორია ხო რა თქმა უნდა იმას არა რომ დმანისელი ადამიანიდან დღემდე ყველა საკითხი იცი იმ შემთხვევაში თუ არის რაღაც ბაზისური კომპეტენციები რომლებსაც აი თუ გესმის წყარო რა არის რატო არის ინფორმაცია ზოგი სანდო ზოგი არა ხო როდის იყო ხო ეპოქა დრო ცნება სივრცე თუ გესმის ანუ თუ ოპერირებ რაღაც ცნებებით მაშინ არის არსებობს ისტორიკოსის მსჯელობა ხო არსებობს რაღაც უბრალოდ ყოფით დონეზე რო ისტორიაზე ლაპარაკობს ადამიანი ან არის ეს და აი მე ვთვლი რომ ეს ძალიან საინტერესო რამ გამოვიდა ჯამში და აქვე არ შეგვიძლია ახლა ჩვენს ყოფილ ვართ ამ დისკუსიის მონდე თუ რამე ადისკრედიტირებდა ხოლმე ახალი სკოლის მოდელს და კრიტიკა იყო იცვლებას თემა გახსოვთ ალბათ რატო იცვლება რატომ იცვალა და არა და მომოვიდი კაცო იმისთვის არის რომ აკადემიურ წრეებთან მასწავლებლებთან კომუნიკაციით აი გასაგებია თუმცა აქ ხო ხვდები რომ ეს ასე ვთქვათ სახელს უტეხს ის რომ როდესაც ერთ დღეს რაღაც ფუნდამენტურ პრინციპებს წარმოადგენენ როგორც რაღაც ესეთი ფუნდამენტურს თქვა ცნება არის ერთ-ერთი ფუნდამენტური რაღაც ახალი სკოლის მოდელში და მე ვთქვათ ორი თვის მერე აღმოჩნდება რომ თურმე ეს ცნება ან გამრავლებულა თუ ან შემცირებულა თუ ან გადაკეთებულა ეს აჩენს ამ დამოკიდებულებას რაც ბუნებრივია დამეთანხმე ხო ვინმე ჩასაფრების გამო კი არ ქონდათ ეს და აქვე ამასთან დაკავშირებით მინდა კითხვა როგორც აღნიშნე გამოკრისტალდა უკვე ხო ეს ცნებები სხვადასხვა საგანში იმ დიდი დისკუსიებით რომელიც როგორც აღნიშნე თქვენს დეპარტამენტში მიმდინარეობდა და უბრალოდ მოკლედ რომ მიპასუხო რამდენად ჩართული იყვნენ თქვენი დეპარტამენტის გარდა სხვა თქვათ განმანათლებლები ასე ვთქვათ აი მასწავლებელთა სახლიდან აი კი ყავს ხო ჩვენ ანუ მთელი ვინც კი მუშაობთ ამ კოლგაში სამინისტროს კოლგაში ყველა შეთანხმდით და ჩამოყალიბდით ასე ვთქვათ მაგის შემიძლია ვთქვა რომ აი ძალიან ისეთი სინერგიული ის არის და მასწავლებლების ჩართულობაც იყო ამ კუთხით აი მე თუ რამე კარგი შედეგი მოვიდა ახალი სკოლის მოდელმა აი რომ მითხრა პირველობისა და მეორეობის მიხედვით რომ აი ცნებების პედაგოგიკისა და ცნებების გააზრებისა და საგნობრივ კონტექსტში მათი გამოყენების კუთხით ეს გამოცდილება შეიქმნა ამას დავაყენებდი პირველ ადგილზე და ძალიან გულდასაწყვეტი იქნება თუ ეს არ იქნება გამოყენებული რეფორმის შემდგომი განვითარების. ანუ კეთებით სწავლაო რომ იტყვიან აი მე მგონი კონსტრუირება მოხდა ცოდნის ასე ვთქვათ მუშაობის პროცესში. მადლობა კიდევ ერთხელ თანდათან გადავიდეთ სკოლის განვითარებაზე, ლიდერობაზე, თავისუფლებაზე. აქ თავისუფლებით მინდა დავიწყო მასწავლებლის თავისუფლებით. ხომ იცი ახლა ჩვენ ვართ სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ რაღაც ინსტრუქციებზე ორიენტირებული სწავლება გვაქვს რა სახელმძღვანელოზე და ასე შემდეგ და იქ გვითხრეს 6 კომპლექსური გაფორმდება წლის ბოლოს 6 კომპლექსური და ასე პირდაპირ ვთქვათ ხო ტყუილზე დაფუძნებული განათლება გვაქვს ჩვენ დღეს და აი ეს თავისუფლება რომ ელემენტებიც არის ხო არის რა თქმა უნდა ანუ ფუნდამენტურად ტყუილზეა მე რომ ამით რომ დავიწყე ხო კონტრაქტიო ხო ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ აი აქედანვე არასწორ კონტრაქტსა და ფუნდამენტეზეა ჩემი აზრით თუმცა ეს მცდელობები ცხადია რაღაც აზრი აქვს ოღონდ საკამათოა ეს ცხადია სხვა თემა მაგრამ აი მასწავლებლის თავისუფლებაზე ავიღოთ აი თუნდაც ავიღოთ ის ყადაღებული 6 კომპლექსური დავალება
ხო, აი თქვათ ავიღოთ ქართულში. ჩვენ ასევე ისეთ საზოგადოება ვართ, რომ რაღაცა ერთი ნაწარმოების გამო შეგვიძლია რევოლუცია მოვაწყოთ, ხო? ხო და რამდენად გრძნობდით ამას, ან ახლა როგორ უყურებ, რომ ეს მასწავლებლები არიან თუ არა თავისუფლები. სინამდვილეში ეს მთელი ახალი სკოლის მოდელის ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო და უნდა დანერგილიყო ეს თავისუფალი მასწავლებელი, რომელიც ასწავლის თავისუფლად, რასაც ქვია, შემოქმედებითობა და ეს ყველაფერი, ამაში პროფესიონალიზმიც, ამაში შემოდის, თორემ ახლა სულელის თავისუფლებას კი არ ვლაპარაკობ. ანუ რამდენად მოიტანა ამან ეს დაწყებული თუ გნებავთ ის რა ასწავლოს, რამდენი ასწავლოს და ასე შემდეგ. ის დოზა, ხო, მან რაღაცა რომ ასწავლოს გასაგებია, რაღაცა რომ არ ასწავლოს. ერთ კონკრეტულ თუ რაღაცა მოსწავლეთა ჯგუფ. ამის თავისუფლება თუ იგრძნობა, ან ამაზე რომ ვილაპარაკოთ ცოტა. ესეც ფუნდამენტური შეკითხვაა, ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ სამეცნიერო ლიტერატურის ენაზე ასე შეიძლება ეს გადავთარგმნოთ სასწავლო პროგრამიდან კურიკულუმის იდეისკენ, ხო, ანუ საკითხთა კაცრად ფიქსირებული გავიარე ჩამონათვალიდან კურიკულუმისკენ, სადაც გაქვს მიზანი და კლასის შენის შესაძლებლობების სკოლის ხო, მაინც საკითხებს ან ხო. ხო, ანუ ესე იგი პროგრამას რო თუ სინონიმებად გავუყავთ პროგრამა და კურიკულუმი და ნუ რეალურად არის კიდე რაღაც დონეზე ეს, მაგრამ განსხვავება რა არის, რომ კურიკულუმში მიზანი მართავს პროცესს და პროგრამის განვითარებას, პროგრამა მაინც ითვლება, რომ ის არის კარი ჩამონათვალე, თუმცა ამაზე შეიძლება ვინმე თქვას, რომ პროგრამის განვითარების იდეაც იყოს, მაგრამ მოკლედ ამ მასწავლებლების ეხლა რა შეიძლება მაგას შემოქმედებით რამდენად ხო, აქაც ახლა ისეთი დასაზუსტებელი მომენტებია იმის გათვალისწინებით, რომ ეს არ იყო მთელი საქართველოს მასშტაბით და არ იყო პრიორიტეტი ყოველთვის ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში სქემა პროფესიული იყო პოლიტიკა სამინისტროს ახალი სკოლის მოდელი იყო რაღაც თანა მომენტი, ანუ სამინისტროს პოლიტიკის რანგში ეს არ იყო, აი კვლევა რო ჩატარდა ახლა ეროვნებად შორისი ცენტრის იქაც კარგად ჭკითხება ეს ყველაფერი, რომ პოლიტიკა არის. მაგრამ ახლა რა შეიძლება რამდენად არის, ხო? აი scaffolding-ის იდეა შეგვიძლია გამოვიყენოთ ამის აღსაწერად, ხო? ანუ ეს ამოვდივარ მე იქიდან, რომ თავისუფლება, რომელსაც არ ესწრაფვის ადამიანი და ანიჭებს, ძალადობაა ჩვეულებრივი. მაშინ ისევე როგორც ძალადობაა, ვთქვათ, იმას, რომ რაღაც ამ კაცრად უწევსებ რაღაცას და ანუ თავისუფლებას თუ ამბობ, ანუ ეს წყალში გადაგდებას არ უნდა გავდეს რაღაც თვალსაზრისით და ხო, ეგ სხვანაირი სხვა ჭრილში გადატანაა და საკამათოა, მაგრამ კაი, მოდი მაშინ დავბრუნდეთ იმ ჭრილში. მე ვფიქრობ, რომ თავისუფლება მე ამოვაპასუხე, რასაც რამდენად ესწრაფვის ჩვენი მასწავლებლები ამასო, ხო? და რეალურად აი ის შუალედური ოქროს შუალედია, მე მგონი ნაპოვნი მან სახელმძღვანელოებშიც და იმაშიც, რომ მოცემულია რაღაცით ჩანაცვლება შეიძლება. ასე კი არ არის ამოცანა დაყენებული, რომ დაუშვათ რაც გინდა ის ქენი და თუმცა ამასაც არავის უკრძალავს განსაკუთრებით კერძო სკოლებს და საჯაროშიც ეს ამოცანა თუ ვინმეს უნდა ამის სრულ შესაძლებლობას აძლევს ეროვნული სასწავლებლობა, მაგრამ სახელმძღვანელოები აიგება იმ პრინციპით, რომ სახელმძღვანელო ხდება ერთგვარი ღუზა კურიკულუმის განვითარების, ანუ იქ არის რაღაც კომპლექსური ტიპის დავალებები მოცემული, თავები და თემები არის დაჯგუფებული, რომ იუნიტებად შეიკრას ეს და გათვითოკაცებულად საკითხები არასწავლო. თუმცა იქვე ჩანს ალტერნატივები, რომ აი თუ გინდა შენ ეს გამოტოვე ან ის გააძლიერე ის ჩაანაცვლე ამ ტიპის დავალებით ის ქენი და ჩვენ ვფიქრობთ ეს არის პირველი ნაბიჯი. აი ამ კუთხით პირველი ნაბიჯები და კარგი ნაბიჯები ძალიან ბევრი მინახავს მე. მაგალითად გავიხსენებ რომ 21 წელს თუ არ ვცდები ჩატარდა კონფერენცია, ონლაინ კონფერენცია იყო და ნახე მე პროგრამები 1031 გვარმასწორად მახსოვს კომპლექსური დავალება გამოიტანეს სახელმძღვანელოზე და სხვადასხვა სტილით და სხვადასხვა მსაგანში მასწავლებლებმა, ხო? ანუ იყო ამ კუთხით მიგნებები. უბრალოდ ხას გავუსმევ, რომ თუ არ მოხდა სკოლის დონეზე კურიკულუმის გამთლიანება, ეს მცდელობები ჩდება კუნძულებას და ის რო სკოლა კურიკულუმი განავითაროს თავის მოსწავლეების ჩართულობასთან და მიღწევებთან მონაცემების გათვალისწინებით, ეს კვლავ ჩება გამოწვევად. მოკლედ პირდაპირი პასუხი, ალბათ ჯობდა პირდაპირი პასუხით დამეწყო და პირდაპირი პასუხი არის, რომ ეს შემოქმედებითი სივრცე მე მგონი იპოვა მასწავლებელმა და სარგებელიც დაინახა ამისი და ეს არ არის თავისუფლება თავისუფლებისთვის, რომელიც არ ეძებდა თავს გავხვევენ, ხო, ეს არის რეალურად, აი შენ უფრო
უფრო გაწყობს როგორც მასწავლებელს და უფრო გამოგადგება შენი მოსწავლეების განსავითარებლად. კი ბატონო, და დავამატოთ ამას, რომ არის ისრაფვის მასწავლებელი თავისუფლებისკენ. დაუშვათ, ხო, როგორც აღნიშნე. ეს თავისთავად არის პრობლემა მე კიდევ, ხო? თუ კი ასეა, ხო? არა, არის ეს პრობლემა მარტო საქართველოში ხო არ არის. ანუ ეხლა ჩვენ დაუშვათ, არ მინდა ბანკზე რამე ცუდი ვთქვა, მაგრამ ბანკში თუ შევალთ რაღაცა ფორმების შესავსებად, რომ რაღაც სერვისი მივიღოთ და ვიღაცა გვეტყვის, რომ იცით რა ფორმებს კი არ გაწვდით, რომ აქ ესე დაწერო, არამედ აი რაც გინდათ ისქენით, თქვენ თვითონ მოიპოვეთ, თქვენ თვითონ შეავსეთ. ეხლა ეს ძალადობა გამოდის, იმიტომ რომ არ ვესწრებთ ამ თავისუფლებას, გვინდა რომ რაღაცეები დროზე მოვიშოროთ თავიდან. რა თქმა უნდა, სკოლაში ასე არ უნდა იყოს, მაგრამ ხშირად ეს რუტინა ძალიან ძლევს იმას და ემიტოვა გამოწვევა. რომ გავაგრძელოთ, არ ვიცი რამდენად გახსოვს, მე მქონდა ასეთი განცდა, რომ თქვათ, იგივე მეც რომ მუშაობდი ამ შემთხვევაში. აქ როგორც ერთ-ერთი კოორდინატორი სკოლაში, რომ ჩვენ ესე იგი ვეჭიდავებოდით თუ რა სიტყვა გამოვიყენო, არ ვიცი, ვცდილობთ იმის გაკეთებას, ისეთ რამეს ვცდილობდით მასობრივად თითოეული მასწავლებლის დონეზე, ისეთი რამის დანერგვას, რაც შეუძლებელი იყო, რომ გამოსულიყო. გულისხმობ არა მხოლოდ მასწავლებელთა კომპეტენციას ამ შემთხვევაში, თუნდაც დროს, ენერგიას, რომელსაც მასობრივად მასწავლებლები ჩადებდნენ ამაში. და ასე შემდეგ, ხო? და ეს რაღაცნაირად მეჩვენებოდა, რომ რაღაც განწირული ძალისხმევა იყო, რომ ეს მასობრივად გამხდარიყვნენ მასწავლებლები, რაღაც შემოქმედებითობა დაეწყოთ მათ ამ მიმართულებით. ანუ სინამდვილეში კურიკულუმის შედგენა, გულისხმობ შემოქმედებითი შედგენა, ანუ ახლიდან დაბადება თუ გნებავს და ასე შემდეგ და მეჩვენებოდა მაშინაც რომ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ხო მაინც სახელმძღვანელოზე ორიენტირებული სკოლა გვაქვს, რომ პირველ ეტაპზე რომ მინიმუმ ნეტავ სახელმძღვანელოს ავტორებისთვის გაგვეგებინებინა ეს რაღაცის სიკეთეები, რომლებზეც ახლა საუბრობთ ჩვენ ამ მიმართულებით, რომ შემდეგ თუ კი ადეკვატური მოხდებოდა და მე შემიძლია გითხრა როგორც სახელმძღვანელოს ავტორიც ასე ამ პოზიციიდანაც რომ რაღაცნაირად ეს რთულად იქნა ამ დონეზეც კი დანერგილი. ავტორთა დონეზე ისე რომ ავტორებს, სახელმძღვანელოების ავტორებს კომფორტულად, აი შემოქმედებით და არა როგორც რაღაც სავალდებულო აკრედიტაციის თუ რა ქვია იმას, სახელმძღვანელო გრიფირებისთვის დასტურებელი რაღაცები ეკეთებინათ, არამედ მართლა ინსტრუმენტი ყოფილიყო ისეთი, რომელიც დაეხმარებოდა ამ სახელმძღვანელოებს. და აქვე რომ გავაგრძელოთ უკვე სკოლის ლიდერობა და სკოლის განვითარება და ასევე თავისუფლება მინდა აქაც შემოვიტანოთ. ჩვენი სკოლა რამდენად იძლევა თვითონ აი როგორც ეს ჩვენი სისტემა ასეთი რაღაცების ასე გაკეთების საშუალებას რამდენად არის ნიადაგი აი ასეთ სკოლებში. მოდი აქცენტები დავსვათ, ძალიან კარგი შეკითხვაა, თუმცა ძალიან ვრცელი, მაგრამ პასუხის გასაცემად მოდი აქცენტები დავსვათ კაფიოდ, ხო? უფრო ეთი რა ვთქვა, რომ ეს შეკითხვა მაგ სტილით, თუმცა არ გაურბივარ მაგ შეკითხვას, ზადვარ მაგის განსახილველად. ახალი სკოლის მოდელთან საერთოდ არ არის ეს შეკითხვა, ეს არის განათლების პოლიტიკასთან შეკითხვა. იმიტომ რომ ჩვენ ხო არ ვის ამ პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, რომ გამოვა და ამაზე გავშალოთ ჯერობა. უბრალოდ ამის გამიჯვნა მინდა, რომ ახალი სკოლის მოდელის მიმართ ბევრი ბრალდება გამიგია, მაგრამ ახალი სკოლის მიზანი და საშუალება, მიზანი და შესაძლებლობა ასეთი ტიპის ამოცანების დასმა ხო არ ყოფილა. ეს ყოველთვის იყო საშუალება დასმული ამოცანების გადასაჭრელად. ის ფაქტი, რომ სკოლებში ხარისხიანი განათლება უნდა იყოს, თანაბარი ჩართულობა, ეს განსაზღვრულია სამინისტროს პოლიტიკით. აი მაგალითად სამინისტროში ჩვენ გვაქვს 10 წლიანი სტრატეგია, ასეთი დოკუმენტი, სადაც არის ესეთი 3 საკვანძო მიმართულება, ხარისხიანი განათლება, ხელმისაწვდომობა ხარისხიან განათლებაზე და კარგი მმართველობა. ანუ სკოლა იყოს ისეთი გარემო იქნებოდეს. მოდი ახლა რომელ წელზე ვართ ნეტა მაგათ? მე ამგონი. ხო, ეს დოკუმენტი რამდენიმე წლის წინ მიიღეს, მაგრამ ვერ ვიტყვით ჩვენ, რომ 90-იანი წლების ბოლოდან ხო როცა რეფორმა დაწყებულია, ეს 3 პრიორიტეტი როდესმე არ იყო, ხო, სტრატეგია დოკუმენტი კი გვიან მიიღეს. ეს ყოველ ისვლებოდა ეროვნული სასწავლო გეგმები, 3 სხვადასხვა გეგმა ვნახეთ, ხო, მაგრამ ეს სტრატეგიული ამოცანა რჩებოდა ამოცანად. ახალი სკოლის მოდელს ეს ამ
ამოცანები არ დაუსვამს. ახალი სკოლის მოდელს უთხრეს, რომ აი ინკლუზიური განათლების კუთხით გააკეთე გარღვევა. აი მოსწავლეს მონაცემთა მართვის და სკოლის ავტონომიის კუთხით გააკეთე გარღვევა და მან როგორც შეძლო ის გზები გამოაჩინა. ხო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ეხლა ბრალდების ის პასუხს თუ დაუბრუნდეთ. ეკითხვა ალბათ თუ სკეპტიციზმის დონეა, ეს გასახირველია განათლების პოლიტიკის დონეზე, იქნება სხვა ტიპის განათლება გვჭირდება ჩვენ და არა ეს სამი ძალიან ლამაზად ჩამოყალიბებული მიმართულება. ხო, ეხლა რაც შეეხება ახალი სკოლის მოდელს, მე რჩები აზრზე, მიუხედავად იმისა, რომ კარგად მის ყველა ის სკეპსისი, რაც შენ შეკითხვაშიც იყო და არის ნამდვილად საფუძველი ამისი, რომ ეს არის შესაძლებელი. კი, ანუ ისე თქვა მინდა, ჩვენთან არსებული რესურსებით მომზადების დონე, მე საერთოდ არ მიყვარს ძალიან მასწავლებლის კომპეტენციაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ იგივე ხა მასე ჩემს კომპეტენციაზე შეუძლია ყველას ილაპარაკოს და ყველას კომპეტენციაზე არავინ არ ვართ მეტრები, თუნდაც ჩვენს ვიწრო მიმართულებაზე, ხო? ანუ რეფორმის იდეა ის არის, რომ ის ისე უნდა დაიგეგმოს, რომ შეიქმნას ამ სკაფოლდინგის ეფექტი. ხო, და აი მე ვფიქრობ, რომ აი სახელმძღვანელოები ახსენე, ხო, თავისი ხარვეზები და პრობლემები აქვს ყველაფერს, მაგრამ ერთი არის, რომ ყველა შემდეგი წლის სახელმძღვანელო უფრო უკეთესი აი თავიდან იყო მაგალითად, აი მახსოვს პირველ წელიწადს იყავით თუ არ ვცდები შენ ჩართული, ხო, აი მაშინ იყო სახელმძღვანელო ცოტა თამაშგარეში იყო ესეთი მომენტი, იმიტომ რომ არც იყო მაშინ სახელმძღვანელოები, მაგრამ როცა გრიფირება უკვე ახალი სკოლის მოდელის პარალელურად დაიწყო, სწორედ ეს იყო პრინციპი, რომ აი ღუზა სახელმძღვანელო ყოფილიყო იმ თავისუფლების და სკოლის კურიკულუმის განვითარებისა, ხო? ანუ ამგვარად მე მაინც ასე ვიტყოდი და რა ვიცი, ამაზე ვრჩები, ხო? ვრჩები, იმიტომ რომ მგონია, რომ კიდე ბევრის გაკეთება შეიძლებოდა და შეიძლება ამ კუთხით, რომ ახალი სკოლის მოდელმა ყველაზე მთავარი რაც გააკეთა, ჩემი აზრით, მან იპოვა პასუხი მთავარ კითხვაზე, რაც თავიდანვე ვთქვით, რომ აი ამ ცვალებადი პოლიტიკური გარემოსი, სუსტი დაფინანსების, მასწავლებლების, ექსპერტების, მთელი სისტემის გარკვეული კომპეტენციასთან დაკავშირებული პრობლემების დროის ლიმიტი ის სიმცირის, ხო, ამ პირობებში არის თუ არა შესაძლებელი ესეთი მაღალი კვალიფიციური ამოცანების, ხო, როგორც არის ხარისხიანი განათლების კუთხით და ყველა მოსწავლის ჩართულობის კუთხით პროგრესი, ამის მე ვფიქრობ, რომ არის და ვინახავს მე აი ამ კუთხით კარგი მაგალითები ჩვენს სკოლაში. ნუ თავარი ალბათ გარღვევა და სამუშაო მომავალი გარღვევა სადაც გვაქვს და თავარი სამუშაო მიმართულება იქნება თვითონ აი ლიდერობა თქვით ბოლოში, ხო, აი სკოლის ფენომენი, ხო? ანუ სკოლა სამწუხაროდ აი საგანმანათლებლო აი დირექტორის სტანდარტი როცა შეიქმნა, იქ საგანმანათლებლო ლიდერობა გამოიკვეთა ცალკე მიმართულებად, ხო? ანუ იქ არის ჩვენთან რაღაცა მენეჯერული მისტიციზმი, ასე უწოდებენ ხოლმე სამეცნიერო ლიტერატურაში, რომ თითქოს მასწავლებელი არ არის, დირექტორი უნდა იყოს მასწავლებელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი, ადმინისტრატორი არ უნდა იყოს. მენეჯერული რა? მენეჯერული მისტიციზმი, ანუ რას გულისხმობ, რომ დირექტორი შეიძლება იყოს ადმინისტრატორი და არა იმ საქმის მენეჯერი, ანუ ასე ვთქვათ, ის კი არ იყოს ლიდერი, იმ გაგებით, რომ ანუ ხო, ანუ აი ვართ ჩვენ 5-10 მასწავლებელი სკოლაში და ჩვენ შორის უფრო საუკეთესო, ან უფრო რაღაცით გამორჩეული მასწავლებელია, ჩვენ თუ კლასს გეგმავთ, ის სკოლას გეგმავს, ასე კი არ არის, ხშირად აღქმული არის, რომ დირექტორი არის უბრალოდ ადმინისტრატორი, გაანაწილა იმას ის უთხრა, მენეჯერული მისტიციზმი ამას ქვია, რომ თუ ავიაქარხანას ხელმძღვანელობ, შეიძლება სკოლასაც უხელმძღვანელო, ხო? ანუ იყო ერთ-ერთი გაცილებული. არა, იყო ესეთი მიდგომა არსებობს და თავის მომხრეებით ჭვიანი ადამიანები მინახავს ბევრი, მაგრამ მე მგონი ეს მომენტი არა. აი საჭირო არის ეს კომპონენტი გაძლიერდეს. ახლა ლიდერობის მიმართულება გქონდა ჩვენ ახალი სკოლის მოდელშიც. ანუ ერთი ცალკე მიმართულება იყო ეს და იქ სწორედ აი ამ ნაწილამდე ვერ მივედით. ამ შემთხვევაში უფრო მივედით როგორ რომ სკოლას ჰქონდა სასკოლო პროექტები, სადაც სკოლის დირექტორი, მასწავლებლები ერთობლივად გეგმავდნენ სკოლის განვითარებაზე ორიენტირებულ რაღაც პროექტს, ხო? პრიორიტეტული თემები რო გვაქვს იქ გარემოს ამაზე დაყრდნობით. მაგრამ ასე რომ ვთქვათ, რომ ეს საგანმანათლებლო ლიდერობა და დირექტორები გახდნენ ლოკომოტივი პროცესების, იყო ეგეთი შემთხვევებიც, მაგრამ აი ამ მიმართულებით ყველაზე მეტი სამუშაო იქნებოდა. რა ვიცი, აი მაგ კუთხით რისი თქმა მინდა, რომ
კი არის სკეპტიციზმის საფუძველი და შეიძლება დისკუსია იმაზე რა ხო არ არის გადასასინჯი ჩვენ სისტემაში ეს ყველაფერი, მაგრამ მე მგონია რომ არათუ შესაძლებელია ახალი სკოლის მოდელის წყალობით რეალური გზებიც გამოჩნდა, როგორ შეიძლება ამის გაკეთება, თუნდაც და თუ კი დაფინანსება გაძლიერდება, ინსტიტუციური მხარდაჭერა მეტი იქნება, ექსპერტებს შორის შეთანხმება მეტი იქნება და დაუშვათ ის უკეთ სინერგია მოხდება და ძალისხმევათა გამთლიანება, ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა შედეგები იქნება უფრო სწორი. კეთილი. იმიტომ არ ვამბობ რომ აქაუთ გავარ და სხვაგვარად თალწალბის ნამდვილად ჯერავს და თელს ჩემს რეპუტაციას ვდებ ამ სიტყვებში მესმის რა ცოტა ზედმეტი ოპტიმიზმი შეიძლება გაისმას ვიღაცისთვის შეიძლება. ცოტა ზედმეტი საჭიროც არის. შენი პოზიციიდან ხო ამ გადმოსახედიდან. ხო და იმიტომ არ ვამბობ რომ აქაუთ გავარ და სხვაგვარად თალწალბის. ხო, თან ბოლოსკენ წავიდეთ და თან ისე რო არ გამოგვევიდეს რომ ერთი ცნობილი შედარების არ იყოს ვიეტნამელი ბავშვებისა და მასწავლებლის სკოლებზე ვლაპარაკობთ ხო რომ რაღაცა დღევანდელი რეალობაც რომ გავითვალისწინოთ ჩვენ ეს ლიდერობა შემთხვევით არ მithქვამს ხო რეპუტაციულობა თუ უნებავთ სკოლის თუ სკოლის ხელმძღვანელის დირექტორის ზოგადად მასწავლებლის ხო ის რაც ჩვენ საზოგადოებაში მიმდინარეობს ახლა ნამდვილად ამაზე არათუ გავლენას ახდენს პირდაპირ ურტყავს ხო როდესაც ჩვენ დავუშვათ ლიდერზე ვლაპარაკობთ სკოლის ლიდერზე და ამ დროს პარალელურად ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ამ შემთხვევაში გულისხმობთ ახალი სკოლის მოდელი იქნება თუ კურიკულუმის დეპარტამენტი და ასე შემდეგ იქ სხვა რაღაც მახინჯი ფორმები ხდება ხო და ეს ერთეული შემთხვევები კი არა ეს როცა მასობრივად ასეთი რამეები ხდება ნამდვილად ძნელია ამაზე ლაპარაკი და ამაზე მუშაობა მით უმეტეს იმიტომ რომ ადგილებზე იმ ადამიანებმა უნდა იმუშაონ იმ ადამიანებმა უნდა ულიდერონ და რეპუტაცია იმათ უნდა ჰქონდეთ იმ მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ იმ დირექტორებს და ასე შემდეგ ხო და ამიტომაც არის ეს ყველაფერი გასათვალისწინებელი ხო იმისთვის რომ ჩვენ მართლა არ გამოვიდეთ ექსპერტები რომლებიც ვიეტნამურ სკოლაზე ლაპარაკობენ მეთქი ამის თქმა მინდოდა და არ ვიცი ამაშიც იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში ოპტიმიზმის ყველას გვაქვს და ამ მიმართულებითაც გაქვს ეს ოპტიმიზმიც რომ აი მართლაც დირექტორსაც მასწავლებლებსაც მიეცემათ სასწავლო ფუნქცია ხო რაც თავისუფალი სასწავლო ფუნქცია ნამდვილი რომ მართლა იმაზე იფიქრონ აი რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ და არა სხვა რამეებზე არ გავაგრძელებ ხო კეთილი და ბოლოს თან შევაჯამოთ და თან რამე ისეთი ხომ არ გვინდა რომ ვუთხრათ თუნდაც აი მომავლისთვის ამ ასეთი განვითარების თვალსაზრისით რა ვიცი მე მგონი ძალიან ფუნდამენტურ საკითხებს შევეხეთ ნუ ერთადერთი რას ვიტყვი რომ ახალი სკოლის მოდელამდეც განხორციელებულა და ახალი სკოლის მოდელის ალტერნატიული მიდგომებიც იყო უბრალოდ აქ რა არის რომ აქ სტრატეგიული ამოცანა ახალი სკოლის მოდელში დასმული იყო იმაზე პედაგოგიკას და მონაცემთა მართვა და არა მართვაზე და ადმინისტრირებაზე. ხშირად არის ხოლმე ეს ორი მიმართულება ეჯახება ხოლმე. არის ექსპერტები, ჩემთვის საპატივცემულო ადამიანები და საყოველთაოდ უფრო იწყებენ ათვლის წერტილად უფრო იღებენ ადმინისტრირება მართვას ხო ახალი სკოლის მოდელი პირიქით ამას ამბობთ რომ აქცენტი და სტრატეგია უნდა იყოს პედაგოგიკაზე და ბავშვის მიღწევებზე და აი მართვის მოდელი სწორედ ყველა სკოლამ თვითონ იპოვოს და თვითონ შექმნას მე ახალი სკოლის მოდელი ეს ალბათ სწორი სტრატეგია თუმცა რა თქმა უნდა მართვასთან დაკავშირებული პრობლემები და ის ცუდი ნიუანსები რაც პოლიტიკური კრიზისიდან გამო შეიმჩნევა ჩვენ სკოლებში ამის გვერდზე დატოვება ნამდვილად დროსა და სივრცეში ხდება რეფორმა და ხშირად დანერგვის ინსტრუმენტებზე და გზამკვლევებზე მეტროლს ის სულისკვეთება ასრულებს და რა ვიცი მეც ვიტოვებ რომ პოლიტიკური კრიზისი ჩვენს ქვეყანაში წარმატებით დაიძლევა და შეიძლება ეს ეროვნული მუხტი განვითარების სისტემის იმიტომ რომ ბავშვების მიმარჯვენაზე მეტი ეროვნული საქმე ვერ იქნება და არც არის ერთიათად გააძლიერებს ყველაფერთან ერთად და რა ვიცი ახალი სკოლის მოდელი ამ წუთას შეჩერებულია მაგრამ ის გამოცდილება არსად
ვიღაცად არ გამქრალა და რაც იქ იყო კარგი, იმედი მაქვს, რომ მომავალში რეფორმის სამსახურში იქნება კლავაც. დიდი მადლობა და მოკლედ რომ თქვათ, რომ აი მართლაც ის სულისკვეთება, რომელიც აი პირადად შენ გააქვს და ის იდეებიც, რომელზეც ახლა ვლაპარაკობდით, შემოქმედებითობა რაღაცა კომფორტი, ხალისი მოსავლისთვის თუ მასწავლებლისთვის, რაც არის ხო სინამდვილეში აი მართლა ისეთი გემრიელი სასწავლო პროცესი, რომ ამ მიმართულებით ბევრი აღმოჩენა გველოდება წინ, თუნდაც აი ჩვენს თითოეული მასწავლებლისგან, თითოეული მოსწავლისგან და წარმატება ვისურვოთ ზოგადადაც და პირადად წარმატებას გისურვებ. დიდი მადლობა მეგობრებო. ნახვამდის. კარგი უწანდებოდეთ.